დავიწყოთ იმით, რომ ერთმა ოპერაციამ შეძლო 51 ბორტის დაზიანება და განადგურება, საერთო ღირებულება 7 მილიარდი დოლარი არის და სტრატეგიული ავიაციის 1/3 არის. მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებას, რომ ეს ბორტები აღარ იწარმოება რუსეთში და მათი აღდგენა ძალიან რთული იქნება, თუ შესაძლებელია საერთოდ. და ასევე ამ ბორტებმა 2900 რაკეტის გასროლა მოახერხეს უკრაინის ქალაქების მიმართ. აქედან გამომდინარე ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ შესაძლებლობებს მომავალში. რაც შეეხება პოლიტიკურს, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს ძალიან სიმბოლური დღეს მოხდა. 1 ივნისი არის რუსეთის სამხედრო სატანადო ავიაციის დღე და ამით უკრაინელებმა ასე მიულოცეს მათ. შემდეგ დავიწყოთ იმით, რომ უკრაინელებმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ მათ ნამდვილად უჭირავთ ხელში კარტები და შეუძლიათ ნებისმიერ სამხედრო ობიექტს მიწვენ რუსეთის სიღრმეში და ასევე საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენეს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობები, რომ ასიმეტრიულად ებრძოლონ მოწინააღმდეგეს. ასევე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამის შემდეგ რუსულ სპეცსამსახურებში დაიწყება ეგრეთ წოდებული ალქაჟებზე ნადირობა, თავები უნდა დაიყაროს და ეს ძალიან შეასუსტებს კავშირებს ძალოვან სტრუქტურებსა და მმართველ ელიტას შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამის ექსპლუატაციას იმედია უკრაინას შეძლებს მომავალი ოპერაციების დროს. და კიდევ ერთი აქტუალური კითხვა, რომელიც ხშირად ისმის ბოლო დღეების განმავლობაში, როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში კამიკაძე დრონების აი ესეთი წარმატებული გადაადგილება და დამალვა მათ შორის და რას ამბობს ეს რუსული დაზვერვის მდგომარეობაზე ან უკრაინის შესაძლო კავშირებზე ოკუპანტ სახელმწიფოში? კი ბატონო, ჩვენ საქმე გვაქვს უკრაინის ფანტასტიკურ სადაზვერვო ხელოვნებასთან. მათ შეძლეს 17 დრონის ტრის ტერიტორიაზე გადატანა, 18 თვის განმავლობაში ეს ფარულად მოახდინეს, ააწყვეს. შემდეგ დააარსეს კომპანია, ამ კომპანიას გადაქონდა ხის კონტეინერ სახლები და ეს დრონები დამონტაჟებული იყო სახურავებში ისე, რომ ავტომატურად გახსნის შემთხვევაში ისინი აფრინდებოდნენ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ეს ლოგისტიკას რაც შეეხება. ტექნიკურად ეს იყო ინოვაციური, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრონებმა გამოიყენეს რუსული მობილური ქსელები, რის მეშვეობით ეს მოხდა მათი მართვა, მათ მართავდა ხელოვნური ინტელექტი და ასევე პილოტები. და ძალიან საინტერესოა ის, რომ პილოტებმა თავიდანვე იცოდნენ რა ადგილებში უნდა დაერტყათ, იმისაც რომ მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ მოწინააღმდეგეს თვითმფრინავებისთვის. ეს ტექნიკურად როგორც შესრულდა. ასევე მნიშვნელოვანი იმის გათავისებას, რომ უკრაინელებმა შეძლეს ტრის ტერიტორიაზე სადაზვერვო ქსელის აგება, ხალხის გადაბირება, შექმნეს ბიზნესი, რომელიც სადაც ჰქონდა ისტორია და რომელიც წარმატებით მოქმედებდა 18 თვის განმავლობაში, რაც გვანახებს თუ რამდენად გაძლიერდა მათი პოზიციები რუსეთში. თუ რას ამბობს ეს მტრის სადაზვერვო, უფრო კონდაზვერვაზე და სპეცსამსახურებზე არის ის, რომ პირველში გვაქვს საქმე ან კორუფციასთან, ან ფუნდამენტალურ სისუსტეზე, არღვევაზე. ეს შეიძლება იყოს მისბრალი, რომ უბრალოდ მათი სტრუქტურები არის ორიენტირებული პოლიტიკურ დისიდენტებზე და არა რეალურ საფრთხეებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათავისებაც, რომ ამ ყველაფერმა გვაჩვენა თუ რამდენად მარტივი არის მათი სისუსტეების ექსპლუატირება, ხალხის გადაბირება და მომავალში მსგავსი ოპერაციების წარმოება იქნება გამომდინარე, რომ არავინ არ არის დაცული რუსეთში იმისგან, რომ ასეთი ოპერაციები გაგრძელდეს და კიდევ ჩაატარონ უკრაინელებმა ასეთი წარმატებული სამხედრო დარტყმები მოწინააღმდეგეზე. დიახ, ყურადღების მიღმა ალბათ არ უნდა დაგვრჩეს ასევე შეტევა ყირიმის ხიდზე, თქვენ როგორ აფასებთ თქვათ ამ ოპერაციას და აი ასეთი ღრმა დარტყმები თქვენ ახლა ამაზეც ისაუბრეთ ნაწილობრივ, მაგრამ აი ასე გესახებათ, ესე იგი კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტო, რომ ესეთი ოპერაციები შესაძლებელია რომ გახდეს უკრაინის გრძელვადიანი სტრატეგიის მუდმივი ნაწილი, ხო, როგორც ხვდები? შესაძლებელი არის ნამდვილად, მაგრამ ყირიმის ხიდის ოპერაციას უფრო პოლიტიკურს დავარქმევდი ვიდრე სამხედროს. იქიდან გამომდინარე, რომ დაზიანების მიუხედავად ეს ხიდი დგას და მისი გამოყენება გრძელდება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პუტინის პოლიტიკური კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მომენტი არის ყირიმის ანექსია. ამასთან ერთად ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი არის ეს ხიდი, რომელიც 4 მილიარდი დოლარი დაჭდა. აქედან გამომდინარე, ამ ხიდზე რაიმეზე მოქმედება, ან ყირიმის სტატუსზე რაიმეზე მოქმედება ძალიან სერიოზული დარტყმა არის მის რეპუტაციაზე. უკვე უყურებთ, რომ უკრაინის წარმატებული ოპერაციები ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მათ სამხედრო კორესპონდენტებში, რომლებიც უკვე ღიად აკრიტიკებენ კრემლს. და ეს ძალიან დიდი საფრთხე არის, იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტად აგორდება პრობლემები, შიდა პრობლემები კრემლის მიერ, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ შიგნიდან დაიწყებს რღვევას, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვისაც და უკრაინისთვის ძალიან კარგი იქნება. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ,
ტექნიკურადაც ეს ოპერაცია ძალიან კარგად ჩატარებული იყო 1100 კილოგრამი ტროტილი, რომელსაც ერთი წაღებით ვერ წაიღებდნენ. აქედან გამომდინარე, ახაც გვაქვს საქმე იმაზე, რომ უკრაინელებს შეუძლიათ მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე გრძელვადიანი ოპერაციების ჩატარება, რაც ძალიან პოზიტიური არის. აი არსებობს თუ არა რაიმე ტიპის მტკიცებულება, ერთია მოსაზრება ვარაუდი, მაგრამ აი რაიმე ტიპის მტკიცებულება, რომ რუსეთის არმია სუსტდება და შეიძლება თუ არა უკრაინის აი ამ ფართომასშტაბიანმა თავდასხმებმა, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვის პოზიციებზე, მათ შორის მოლაპარაკებების პროცესში. რა თქმა უნდა, მოდით ციფრებს მოგახსენებთ იმის იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ იმის განცდა, რომ ეს მე უბრალოდ ჩემას ვამბობ. მოდით ვილაპარაკოთ ადამიანურ დანაკარგებზე. დაახლოებით მილიონამდე ადამიანური დანაკარგი აქვს. აქედან 250 დაღუპულია. მათი ძალის ხარისხი უარესდება 7.4% 50 წელზე მეტი არის. და ისინი უკვე იძულებით ახდენენ კონსკრიპტების გაწევას და მათ ეს ძალიან უჭირთ. ხან ფულს ამატებენ, ხან რაღაც შეზღუდვებს ქმნიან, აქედან გამომდინარე ადამიანის რესურსის მიმართებაში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ასევე პრობლემა აქვს ტექნიკის მიმართ. 3600 ტანკი აქვს დაკარგული დაზუსტებულად, 8900 ჯავშანმანქანა, 51 სტრატეგიული ბომბდამშენი, 1000-ობით артиლერიის სისტემა, ძალიან ბევრი საერთაშორისო სისტემა. ტანკების 90% საბჭოთა მოდელების გადაკეთებაზე არის დამოკიდებული. მათი ეკონომიკა ძალიან დიდ წნეხს განიცდის, 7.2% მთლიანი შიდა პროდუქტის მარტო თავდასხმაზე არის გამიზნული. რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 50% ფედერალური ბიუჯეტის იხარჯება ან თავდასხმაზე, ან სპეცსამსახურებზე. გვაქვს დემოგრაფიულ კატასტროფასთან საქმე, რაც იმის მიმასწავლებელია, რომ დაბადების დონე ისტორიულ მინიმუმზე არის. ინდუსტრიაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი აკლიათ და აქედან არ არსებობს კაცები, რომლებიც ამას შეავსებენ. რაც შეეხება საზოგადოებას, 64% უჭერს უკვე მხარს მოლაპარაკებებს და მარტო 28 უჭერს ომის გაგრძელებას. ეს ნიშნული 48-ზე იყო. აქედან გამომდინარე, უკრაინის დარტყმები გვანახებს იმას, ციფრებს თუ შევხედოთ, რომ რუსეთში დაწყებული არის ის პროცესები, რომელიც ამ ომს ძალიან არაპოპულარულ ხდის, ეკონომიკურად ძალიან ძვირს ხდის და ადამიანურ რესურსზე ადამიანურ რესურსზე თუ გავაკეთებთ კონცენტრებას, მივხვდებით იმას, რომ ეს შეუძლებელია ამ ომის 100 გაგრძელება. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი დაახლოებით 1600 კაცს კარგავენ დღის ყოველდღიურად. 2025 წლიდან დაწყებული. და აი მაშინ როდესაც უკრაინა ესეთი გაბედული ოპერაციებით აშკარად ზრდის, ხო, ფსონებს არის თუ არა უფრო ფართო ესკალაციის რისკი და შეიძლება თუ არა ვთქვათ კონფლიქტი გადავიდეს უფრო საშიშ ან მათ შორის არაპროგნოზირებად ფაზებში. დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი შესაძლებელი არის. მე ვერ გამოვრიცხავ ვერცერთ სცენარს, თუმცა შეგვიძლია ლოგიკურად ვიფიქროთ. ადამიანს, რომელსაც COVID-ის ეშინია და რამოდენიმე ათეული მეტრის მოშორებით დგას იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ყველაზე ახლო წევრები არიან წრის, ის ადამიანი არ არის გამიზნული. იმ ადამიანს არ უნდა სოფლიოს დასრულება. იმ ადამიანს აინტერესებს თავისი ფული, აინტერესებს თავისი სამომავლობა და აინტერესებს თუ როგორ გაგრძელდება მისი საქმეები რუსეთში და როგორ დარჩება ეს ისტორია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პუტინი არ გამოიყენებს ბირთვული იარაღს, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ის ქვეყნების, რომელიც მას ხარს უჭერენ და რომელზეც დამოკიდებულია, ამ შემთხვევაში ჩინეთს გულისხმობ, ისინი ზურგს შეაქცევენ. თუმცა აუცილებლად გაგრძელდება მასიური შეტევები კიევზე, ალბათ გაგრძელდება მასიური შეტევები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, იქიდან გამომდინარე, რუსებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა სამხედრო ობიექტებს ეფექტურად დაარტყმონ. მათ შეუძლიათ მხოლოდ ტერორი და ისინი აგრძელებენ კიევში და სხვა ქალაქებში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმას და ხალხის ხოცვას, რომელიც უბრალოდ სამოქალაქო პირები არიან.